თუ ბედი ზრდასრულ ქართველ მომღერლებს არ წყალობს, იმედს ვიტოვებთ, რომ ის თაობა, რომელიც ახლა იზრდება, მომავალში ქართული შოუ-ბიზის შესახებ დადგენილ კლიშეებს დაანგრევს. ჯუნიორ ევროვიჟენის ქართველმა წარმომადგენლებმა უკვე მერამდენე დაგვაწევინეს ამაყად თავები. ჯერ კიდევ 2008 წელს, როდესაც საქართველოს სახელით ევროვიზიაზე ჯგუფი ბზიკები გამოდიოდა, ბავშვების არც ისე მარტივმა ბზუილმა საქართველოს პირველი ადგილი მოუტანა. ამას არანაკლებ წარმატებული მარიამ კახელიშვილის მარი დარი მოხვა და მაშინდელმა აღმოჩენამ მეოთხე ადგილი დაიმსახურა. სულ რაღაც 2 წლიანი ინტერვალით ჯუნიორ ევროვიჟენზე პირველი ადგილის მოპოვება ჯგუფმა კენდიმ მოახერხა. ყოველ წელიწადს ეს არის დაახლოებით 6 თვე მოიცავს ამ პროექტის მუშაობა. 6 თვიანი პროექტი ესე რომ ვთქვა. ჩვენ რო ჩავდივართ, ჩვენი მეიქაპი, ჩვენი სტილისტი, ყველაფერი ჩვენ თვითონ ვაკეთებთ. აი ესეთი ჯგუფია, რომელიც შევა ამ დარბაზში ზგბ გააკეთებს, ყველაფერს გამოდის და ამას რო უყურებენ, ძალიან გაუცებულები არიან. სწავლობენ ჩვენგან ყოველ წელს, ცოტას იპარავენ იმიჯსაც. მაგათი წელს მოკდის სილით, როცა კლიპი დაიდო ჩვენი თელ ევროვიზიის კოსტიუმებს, ყველა შკინები ქონდა მიკერებული. ადრე შემთხვევა ბზიკების სიმღერა უტექსტოდ, მერე მეორე წელიწადს დაუშვათ ჰოლანდიას ქონდა მისამღერი უტექსტოდ. იმ სიმღერამ გაიმარჯვა. მერე მარიამ კახელიშვილის დრო აბსოლუტურად იმიჯი იყო, უკვე ძალიან თამამი არ იყო ეს კოპლებიანი, კაბავანტებიანი ბავშვები და პარიკები შევიტანეთ მალინისფერი და ლეიდი გაგას რაღაცა იმიჯი და ესეთი ამბავი. მერე კენდის დროს უკვე მთლიანად ესე ეცვათ დაახლოებით ყველა ქვეყანას. ეს ვიცოდი რომ მას მიბაძავდნენ და მე წავედი ეგრევე 70-იან წლებში. ამჯერად საქართველოს სახელით ჰოლანდიაში The Fun Kids წარსდგა. ხოდა ევროპამაც ორჯერ ზედიზედ გამარჯვება აღარ გვარგუნა და წლევანდელი აღმოჩენა თავისი ლიმონათებით ურთ მეორე ადგილზე გაიყვანა. სხვანაირად არ შეიძლება, როცა შენ თელ სულდაგულს ჩადებ, ღამეებს გაათენებ 6 თვის განმავლობაში არ გძინავს არცეც. არის ჩვენთან ძალიან დიდი პოლემიკებიც არის ჯგუფში, ანუ რაღაცა მე არ მომწონს, ან იმას არ მომწონს, არ უთმობთ ერთმანეთს, ეს ყველა სასიამოვნო პროცესია. მე თავიდანვე უკვე ვიცოდი, რომ ჩვენ პირველ ადგილს ვერ ჩამოვიტანდით, თუმცა ვატყობდი, რომ პირველი ადგილის კანდიდატები ვიყავით. ეს მე რო არ თქვა და შენ რო არ თქვა და ვინმე მიკერძოებაში ვარ ჩაგვითვალოს, ეს უკვე თვითონ ევროვიზიის ჟიურმა გადაწყვიტა იმ დროს, როცა 12 ქულა მოგვცა საქართველოს და 10 მიცა უკრაინას. საბავშვო ევროვიზია 2012 წელს უკვე მიათეთ და ამჯერად ჰეინეკენ მიუზიკ ჰოლში ჩატარდა. წლევანდელი გამარჯვებული კი უკრაინის წარმომადგენელი ანასტასია პეტრიკის სიმღერით ნიება გახდა. პატარა ლამაზმანი უკრაინელი მანდილოსნების შესახებ გაჩენილ სტერეოტიპებს ბავშვობიდან ამართლებს და სავარაუდოდ ქვეყანას მომავალი ვერა ბრეჟნევაც ეზრდება. მე ვიცოდი რომ ნიჭმა გაიმარჯვა და ეს იყო ძალიან სასიხარულო, იმიტომ ეს ბავშვი ფანტასტიკური ბავშვია. უკვე არის ჩამოყალიბებული ვარსკვლავი. თან ისეთი იმიჯი ქონდა შექმნილი, რომ შეიძლება ძალიან ვერ შეგიყვარდეს, მაგრამ ცხოვრებაში რო გენახა, აი შეიძლება შეგეჭამა ესეთი საყვარელი არსება. თუმცა ბავშვური სილაღით და საქართველოს წარმომადგენლებისთვის ჩვეული მხიარული მუსიკით The Fun Kids მაინც რჩეულთა რიცხვში მოხვდა. წელს მაგალითად ისე გვინდოდა რომ საერთოდ განსხვავებული ყოფილიყო იმიჯი ბავშვების, აი ვიზუალი, ანუ ძალიან დიდი შრომა ფიქრი მომიწია იმისთვის, რომ არ დამსგავსებოდა ჩემი იგივე სხვა შარშანდელ და შაშაწინდელ კოსტიუმებს, ეს ჩემი კოსტიუმი და მე მგონი გამომივიდა, იმიტომ რომ თან პროექტიც მაძლევდა იმის საშუალებაზე ბავშვებიც, რომ ცოტა ისეთი ფრიკები ყოფილიყვნენ. და როგორ მოგწონთ ერთი თქვენი ვარცხნი მოლობები? მე ძალიან მომწონს. ხო, ნინის არ უნდათ მის შეჭრა, ქონდა გაზრდილი, ადრე ქონდა შეჭრილი და ცალი შევაჭერი მოკლედ, ცალი დაუტოვე გრძელი, უკან ასეთი ნაწნავი გქონდა. ნინისაც და ქეთისაც ჩემს ნომერში ეძინა და მე უფლებაც არ მქონდა რომ რამე შემემჩნია, იმიტომ რომ ამაც იმოქმედებდა პირველ რიგში ჩემი განწყობა, ხო? ამიტომ არის ნინი ნუ გეშინია და შენ პინკი იქნები და მიდი შენ ჩახრიწული ხმით და ნუ გეშინია. სხვა გზა არ არის, უბრალოდ იქ ვერაფერს ვერ გააკეთებ. იქ შენი ხმის პრობლემა ყოფილა, როგორ გადალახე ეს ყველაფერი, ვიცი რომ ექიმები წამლები რა დაგახვიეს ყველაფერი. ხო, მაგრამ მე არ მინერვულია. აი ხორში რა მითხრა ლუკა ვაფერისწიო. ყველაზე მეტად რომელი ნომერი მოგწონდა თქვენს მერე? ჩვენს მერე ძალიან ბევრი ნომერი იყო კაი, მაგრამ გამოვარჩევდი ჰოლანდიას. და გამარჯვებული უკრაინა თუ მოგეწონა? დიახ, ძალიან კარგი ბავშვი იყო და ძალიან დაუმეგობრდით და დიდ წარმატებებს უსურვებ. ელოდებოდით ჟიურისგან 12 ქულას, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. კი. და როგორი რეაქცია ჰქონდა? ძალიან მაგარი.
მას მერე რაც ბავშვების მომზადებას ხელი გიგა კუხიანიძემ მოჰკიდა, ყოველ მომდევნო ჯერზე უფრო და უფრო მეტის იმედი გვაქვს. თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, მომავალი პირველი ადგილი 2013-შიც ჩვენ უნდა გვერგოს. ეს არის ინტუიცია. და ეს არის შინაგანად მოდის ეს ყველაფერი, რომ ბევრი ფიქრის შედეგად ძალიან ხშირად მეცვლება აზრების ანამდე ჩამოყალიბდებით რაღაცები. მე უკვე თავისთავად რაღაცა მოდის რა, ზევიდან მოდის ეს ყველაფერი. მე არ წავედი, მე ვერ ვიყავი, იმიტომ რომ რაღაცა არც ერთ წელს არ მივდივარ. ვერ ნერვიულობ იმათთან ერთად, აქ ნერვიულობ სამაგიეროდ. რაღაცა ვერ წავედი, მაგრამ ნუ ისე გახარებული ვარ, რომ დღემდე ისე შოკში ვარ ემოციებისგან, იმიტომ რომ არ ველოდი, ნამდვილად, იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგი პროექტი წავიღო როგორც ყოველთვის გიგამ. მე ვამაყობ ჩემი მეუღლის წესდი ამბიციონატყვი, მაგრამ მართლა 2012 წლის Junior Eurovision-ზე მონაწილეობა 12-მა ქვეყანამ მიიღო. ჩვენ კი იმით ვამაყობთ, რომ ყოველწლიურად ამ უკანასკნელიდან საუკეთესო ჯილდოებს ველით და ვიღებთ კიდევაც. სხვათა შორის ჟიურის 12 ქულა წელს სწორედ ფანკიც ხვდა წილად. ასე რომ 2013-ისთვის კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით და იმედებით მოვემზადებით.